ყველა ვინც DJ-ის პულტთან დგას DJ-ი არაა, თუმცა მათგან ვისაც ქართულ კლუბებში დაკვრა უწევს, ბევრი ნამდვილად წარმატებულია. მათ შორის გახლავთ ათუკა ედიშერაშვილიც. ამ უკანასკნელს underground სამყარო A2K-ის სახელით იცნობს. ახალგაზრდა მუსიკოსი ცოტა ხნის წინ იბიცაზეც უკრავდა და DJ-ის სტანდარტული ქართული გაგებისგან განსხვავებით თავის რეპერტუარს კლუბებს ფორმატის მიხედვით არგებს. ხშირად უკრავ, რაღაც გასვლითი ისინი მაქვს, მაგვეყნებს უკრავ, ეხა იბიცაზე მოგეხსენებათ უკრავდი და ალბათ მაგის ბრალია რა, პატარა წარმატებას დავაყენე რა. სიტუაციიდან გამომდინარე უკრავ ძირითადად, მაგრამ უკრავ საერთოდ ტექნო მუსიკას, მაგრამ რაღაც არის ისეთი ადგილები, სადაც ცოტა რბილი მუსიკაა საჭირო რაღაც და დღესაც რაღაც ისეთი სიტუაცია, ლაუნჯია. ამჯერად A2K-ის მოსასმენად აპრიორი ლაუნჯში მივედით. სხვათა შორის ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ გაიხსნა და უკვე ისეთი შემსრულებლების მასპინძლობა მოასწრო, როგორებიც სვანსიხი, ელენე კალანდაძე და სალიო არიან. პირველი იყო სვანსიხი, მერე იყო სალიო, იყო კუგუშინ, ჩიქოვანი იყო კიდე ელენე კალანდაძე და მენე იყო. იქიდან გამომდინარე, რომ სვანსიხზე და სალიოზე ხალხმა ვერ მოახერხა ბევრმა დასწრება. და დიდი რაოდენობით ყავდა, გვაპირებთ რომ გავიმეოროთ კიდევ ერთხელ და აი ამას ვაპირებთ მომავალში, ერთი თვის მანძილზე ან ორი თვის მანძილზე ესეთი განმეორებები იქნება. რაც შეეხება ათუკას, ამ უკანასკნელს აპრიორი ლაუნჯში კიდევ არაერთხელ ვნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელს ლოკაციების გამეორება არ უყვარს, თბილისში კლუბების სიმცირიდან თუ აპრიორი ლაუნჯის კომფორტული სიტუაციიდან გამომდინარე, A2K ლაუნჯში ხშირად იქნება. რა არის ნამუშევრის მოსმენა ერთია და გართობა მეორეა. არის ისეთი ადგილები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რა, რამოდენიმე ადგილს არ დავასახელებ, უბრალოდ ეხა არის ნამდვილად, სადაც შეიძლება წახვიდე, მოისმინო კარგი მუსიკა, მაგრამ აი გართობას ვერ დამარხვა იმას, რაც თბილისში ხდება. თბილისში არ ხდება გართობა. ეს არის უაზრო დალევა რაღაც კლუბში და ვითომ რო ქსიამოვნებს ეს კაი მუსიკა, რომელიც ესმის რეალურად იმ 10%-ს, რომელიც ამ მუსიკას ქმნის ან ახლოს არის მუსიკა. აპრიორი ლაუნჯი გართობის მოყვარულებს მყუდრო და კომფორტულ ინტერიერთან ერთად საინტერესო ლაინაპსაც სთავაზობს. გამომდინარე იქიდან, რომ სალიოს, სვანსიხის და ელენე კალანდაძის საღამოებზე ბევრი ვერ მოხვდა, ლაუნჯი ამ შემსრულებლებს გამეორებით მალე შემოგთავაზებს. A2K-ზე კი გეტყვით, რომ თუ ახალგაზრდა DJ-ის შესახებ აქამდე არაფერი გსმენიათ, მალე კარგად გაიცნობთ.